რა გავლენას მოახდენს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება მოქალაქეებზე სხვადასხვა მიმართულებით და სხვათა შორის კობახიძე ამბობდა რომ ეკონომიკასთანო ამას არ ვიცი მოისმინეთ თუ არა ან წაიკითხეთ თუ არა არანაირი კავშირი არ აქვსო საერთოდო ეკონომიკასთანო ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასო პირიქითო ეგრო არ ყოფილიყო არაერთი მოქალაქე დარჩებოდაო ქვეყანაშიო სამუშაო ძალა იქნებოდაო ვითომ იმდენი სამუშაო ადგილები აქვთ რომ აღარ იციან ადამიანებმა აი არჩევანს სად დასაქმდნენ და ხელფასიც იმხელა, ну, არ ვიცი, დასცინიან ადამიანებს შეიძლება ასე ითქვას პირდაპირ და ისიც და ხო, ну, ღირსები არიან პრინციპში. აი მე მინდა რომ ამ კუთხით ვისაუბროთ ახლა ზუსტად და მე შესავალშიც აღვნიშნე და ვთქვი, რა დანაკარგი შეიძლება ეს იყოს. არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, ბიზნესისთვის როგორი დანაკარგი შეიძლება, თავისუფლად ვაჭრობისთვის, მათი პროდუქციის გატანისთვის, სიღარიბის მაჩვენებელს რამდენად გაზრდის, თუ ეს ადამიანები ჩამრულად, აი სოფლები არის ივა დამეთანხმებით დაცარიელებული. მოკლედ მე რომ ბევრი არ ვილაპარაკო, ახლა თქვენ მოგისმენთ. მოდი ესე მარტივ ენაზე რო ვთქვა, ანუ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ფაქტიურად უდრის თავისუფალი ვაჭრობის შეჩერებას, რომელიც არის free trade agreement, ანუ რომელიც ჩვენ მივიღეთ და ჩვენ ქართველ, მოდი აი მარტივ ენაზე რო გაიგოს ჩვენმა მოსახლეობამ, ხა ჩვენ რას ვაწარმოებთ, ძირითადად ანუ ჩვენ წარმოჩენილები ვართ ღვინოთი. ჩვენი ღვინოც კი ევროპაში თქვა რამდენადაც ძალიან კარგია, ძალიან მაღალი ხარისხის ღვინოს ვაწარმოებთ, ასე შემდეგ, მაინც არის შედარებით უფრო ძვირი, ვიდრე სხვა იგივე კატეგორიის საკმაოდ ცეთი კარგი ღვინოები. ანუ ეხლა რა ხდება? ევროპულ ქვეყნებში ექსპორტის შემთხვევაში გააჩნია თქვათ იმ ევროპულ ქვეყანას სხვადასხვა დაბეგვრის წესი აქვს, სადღაც არის 12, სადღაც 15, სადღაც 17, სადღაც 20. ანუ ესე იგი ქართველი ბიზნესმენი, მოდი არ ვთქვათ ეს ფერმერი იქნება, ქართველი ბიზნესმენი, ვინც ექსპორტზე ღვინოს უშვებდა, ანუ მისი ღვინო უკვე დახლზე გაძვირდება, რაც კონკურენციაში შესვლა გაუჭირდება და არის იმის ძალიან დიდი ალბათობა, რომ ზოგადად დავკარგოთ ევროპული ბაზარი, რომლის მოპოვებაზე ჩვენ დაგვჭირდა ძალიან დიდი ხანი და ძალიან დიდი შრომა. თუმცა ევროპამ შეგვიშვა, ევროპამ ეს კეთილდღეობა გააკეთა. ახლა გავიხსენოთ რა გააკეთა რუსეთის ბაზარმა. რუსეთის ბაზარს შეუძლია ერთ დღეს ჩავკეტოს, ამიტომ როდესაც შენი ბიზნესის მე არაერთხელ თქვენი ეთერის საშუალებით მისაუბრია, რომ მე არასდროს არც ერთ ბიზნესმენს არ მოუწოდებ და რა თქმა უნდა ეს არასწორი იქნება, რა თქმა უნდა უთხრა რომ შენ არ გაყიდო, მოდი რუსეთში, აქ სარგებელი არ ნახო, გაიტანე იქ. არა, ეს ოკეი, შენ როგორც ჩათვლი საჭიროთ, ისე გააკეთე, მაგრამ როდესაც შენ გაქვს პრეისტორია, როდესაც გაგწყვიტა შუაში და ისევ შენ დამოკიდებულებას ზრდი და 80% ყიდი რუსეთში და 20% ევროპაში, რა თქმა უნდა, ეხა ყველასთვის არის საფრთხე, რომ ის 20%-იც კი, მაგრამ ის 20% ეკა დამერწმუნეთ, არის სტაბილური ბაზარი. იქ არანაირი საფრთხე არ არის. პირველ რიგში ევროპა რა არის? ევროპა არის სტაბილურობა. რა არის ევროპა? 500 მილიონიანი ბაზარი. ევროკავშირი თავის წევრ ქვეყნებს რაში უწყობს ხელს? რომ იყოს თავისუფალი ვაჭრობა და ერთმანეთში გაზარდონ სავაჭრო ბრუნვა და მაღალი ხარისხის პროდუქცია მოიყვანონ და ძალიან დიდი ხელშეწყობა კონდეს მცირე ზომის მეწარმეებს. ანუ ვიზის შეჩერება თავისთავად ამას ყველაფერს შეაფერხებს. ანუ თავისთავად, იმიტომ რომ ვიზის შეჩერებამდე ზოგადად საუბარი იყო, რომ მოდი სანამ ვიზა იყო, აი უკიდურესი არის ვიზის შეჩერება. მოდი ხوار შევაჩეროთ free trade agreement. პირველი რაც თქვი რომ ხალხო ვიზას რო გავაჩეროთ ამის შეჩერება არის დაღუპვა, იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენ იმ წარმოებლებს კლავთ და ჩვენი დამოკიდებულება სამწუხაროდ რუსეთზე გაიზრდება. რატო? ევროპული პროდუქცია, რომელიც არის მაღალი ხარისხის, რომელიც ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, რომელიც საქართველოში შემოდის, ანუ ისიც გაძვირდება, ანუ დამატებით 12% ექნება ნებისმიერ ბიზნესმენს გადასახადი, ანუ რა რჩება ბიზნეს, ნახოს ალტერნატიული. ანუ ადამიანებს ცხოვრებაც გაუძვირდებათ, ხომ? ეს ხო ამას ნიშნავს. ხარისხიანი პროდუქცია. როდესაც შიმშილზე, სიღარიბეზე და სიღარიბის მაჩვენებელიც გაიზარდა, ისედაც მილიონზე მეტი ადამიანია ქვეყნიდან გასული. იმ ადამიანებს რო გამოუშვებენ, იმიტომ რომ მათ აღარ ექნებათ ასე თავისუფლად მიმოსვლის შესაძლებლობა, როგორც ახლა აქვთ, ხო? არ არღვევენ. ივალ მაქამდე აუცილებლად ეგ რა იქნება. ანუ გამოწვევს პროდუქციის თავისთავად გაძვირებას, ხარისხიანი პროდუქციის. რაზე შეიძლება უბრალოდ აქ ისედაც ეკონომიკურად ძიმე მდგომარეობა იქნება, იმიტომ რომ რაც წეღან თქვენ ბრძანებთ, ბმაში არის, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც თავის კეთილდღეობის გამო არის იქ წასული, იძულებით, ოღონდ არა იმიტომ, რომ ევროპაში წასვლა უნდა დასასვენებლად ან საშოპინგოდ, იძულებით წყდება თავის
ოჯახს, რომ რაღაც 2 კაპიკი მოაგროვო ჩამ, ანუ დეველოპერული ბიზნესი, სამშენებლო ბიზნესი, რომელიც იზრდება და ძირითადად მიგრანტების მხრიდან არის დაფინანსებული. კი, ანუ ფულად გზავნილები მან შედის და იყიდებოდა და მაღალი იყო ბრუნვა და ეკონომიკური ზრდა იყო ამ ადამიანების ხარჯი. ანუ ამ ადამიანების წამოსვლა თავისთავად ძალიან დიდ პრობლემას შექმნის ჩვენ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება უმუშევრობაზე, რაც საკმაოდ სერიოზული პრობლემა იქნება და რა თქმა უნდა, კიდე იქნება იაფი მუშახელი სამწუხაროდ ესე იქნება და კიდე უფრო მეტად გაიაფთება, რაც სერიოზულ პრობლემებს შექმნის და იმ ადამიანების ძალიან მარტივი არის და იქ ყველა ემიგრანტს თქვენი ეთერის საშუალებით ვეუბნები, რომ დაფიქრდნენ, აბა ინტეგრირება იმ ქვეყანაში, რა ქვეყანაც ჩვენ შეიძლება მივიღოთ, რა თქმა უნდა, თუ ეს ესე დარჩა როგორც ეხლა არის და ევროკავშირს დავშორდით, შეძლებენ კი ცხოვრებას. მე არ მინახავს მიგრანტი, რომელიც წასული არის და შემდეგ ჩამოდის აქ და კომფორტულად გრძნობს თავს სამწუხარო და მით უმეტეს ამ სიტუაციაში, როდესაც თავიდან ბოლომდე ვემშვიდობებით ევროპულ კეთილდღეობას და აუცილებლად ხაზი მინდა გაუსვა, რომ თუ ჩვენ free trade agreement-ის დავკარგეთ, ძალიან მაღალი დამოკიდებულება სამწუხაროდ ისე გვექნება რუსეთზე, იმიტომ რომ ისედაც პროდუქცია საკმაოდ დიდი რაოდენობა, ანუ პირველადი მოხმარების შემოდის რუსეთიდან და ის პროდუქტებიც ალბათ რომელიც შემოდიოდა ჩაანაცვლებს სხვა ბაზრები. ოღონდ და ხარისხიანი პროდუქციაც იქნება ხელმიუწვდომელი, იმიტომ რომ რუსული არ ნიშნავს ხარისხს, ხარისხს ნიშნავს ევროპული. როდესაც საუბრობს, გამოდის მე მგონი ხო კობახიძე იძახდა ომთან დაკავშირებით. ეს არის სრული ბოდვა, აი ამასთან დაკავშირებით აუცილებლად ხაზი მინდა გაუსვა. ევროკავშირი უდრის ნატოს. ანუ გამორიცხულია უბრალოდ ჩვენ თუ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით, აქ უბრალოდ ბომბი კი არა, ჩიტიც ვერ შემოფრინდება. რატომ? ავიღოთ მარტივი მაგალითი. და დღევანდელი ინფორმაცია არის. როდესაც ვის დაესხა თავს რუსეთი? 45 მილიონიან უკრაინას დაესხა თავს. როდესაც მეზობლად ყავს ესტონეთი, სადაც არის 1,5 მილიონი ადამიანი და ბალტიისპირა ქვეყნები სულ ჯამში არცდება 5 მილიონს. ანუ 5 მილიონს ვერ გაუბედა, 45 მილიონს გაუბედა და ესე იგი, იქ ოდნავი საფრთხეც არ არის, ხარ ერთი არ ემზადებიან, მაგრამ აი ერთი ხო შეიძლება საზღვართან მაინც ბომბი ჩავარდნილი იყო. ანუ ვერ უბედავს და ეხლა ამით ვაბოლებენ ჩვენ 3 მილიონი. ნახე რა ომი ხალხო გამოფხიზლდით, ომში ვართ ეხლა, როდესაც თქვენ შვილებს იჭერენ და საპყრობილეში აგდებენ და შედიან და პირდაპირ ჯალათები ცემენ და რა ვიცი რას არა. ეს არის ომი. სხვა აქ საქართველოში ევროკავშირის წევრი როგორც კი გავხდებით, ომი კი არ იქნება. მშვიდობა გვექნება მარადიული და აი მშვიდობას გვაცლიან ეხლა ხელიდან. კი ბატონო, გიორგი ვაშაძემ გამიგზავნა მეც წერილი და მას აქვს იდეა ამ ერთიანობასთან დაკავშირებით, რომელზეც საუცილებლად მოგვიწევს ეთერებში. საუბარი ივა, თქვენი აზრიც მინდა მოვისმინო. ჩვენ რა შეგვიძლია, როგორ შევაჩეროთ, როგორ ვაიძულოთ, რომ ეს არ მოხდეს, როგორი უნდა იყოს ჩვენი რეაქცია ამ ყველაფერზე, საზოგადოების და პოლიტიკოსების. საზოგადოება და პოლიტიკოსები უნდა იყვნენ აუცილებლად ერთად, ეს ცალ-ცალკე არ არის, იმიტომ რომ იმ საზოგადოებიდან წამოსული ადამიანები ქმნიან შემდეგ უკვე პოლიტიკას. ესე განზოგადებულად ჩვენ როცა ვლაპარაკობთ და რაღაც იმედი გვაქვს, რომ ეს კონკრეტულად ესე ვერ მოხდება. ამიტომ რაღაც კუთხით ჩვენ აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ და აქ უნდა გქონდეს ერთ შეგნება, რომ ყავს ერთი მტერი. აქ მეორე მტერი არ არსებობს, ეს არის რუსეთი. ანუ ზაზამ სწორად დაიწყო, ჩვენ ვიმართებით რაღაცა ამ პარული ხელისგან, რომელიც არის რა თქმა უნდა რუსული, გრუ, თუ შმუ, თუ არ ვიცი ვინც არიან. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, კიდევ ერთხელ მინდა თქვენი ეთერის საშუალებით შევახსენო ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს სარგებელი მიიღო, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში არის ასობით მილიონი ლარი ევროკავშირის მიერ დახარჯული ბიზნესში უშუალოდ. რომ ბიზნესი მოექცია სტანდარტებში, ეს არ უნდა დავიზნოთ და ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი შეთანხმებას DCFTA-ს. რომელიც გულისხმობს შემდეგ, რომ შენ შესაბამის სტანდარტებში მოყავს პროდუქცია, გარდა იმისა, რომ თქვა გავალდებულებს ფინანსურადაც გეხმარებოდა და არაერთი პროექტი იყო, როგორც სახელმწიფო, არაერთი ჩვენ ქვეყანაში არსებული საელჩოს მხრიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან უშუალო დახმარებები ბიზნესზე, რომლებიც ეხმარებოდნენ ხარისხიანი სტანდარტული პროდუქცია მოეყვანა ქართველ მწარმოებლებს, ქართველ ფერმერებს, რომ შემდეგ ამ პროდუქციით შესულიყვნენ ევროპაში. კი, ყველამ კარგად იცის ეს, სხვათა შორის ივა და ძალიან ბევრმა დიდი სარგებელი ნახა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შედეგად. მათი ხმა არ მესმის ეხლა. მე მგონია, რომ მათი ხმა ძალიან ხმამაღალი უნდა იყოს. რატომ არ გვესმის მათი ხმა და აი რას უნდა
გავაკეთებდეთ ახლა. ხوار მე ხა ძალიან თუ მიჭირს. დაველოდეთ 31 აგვისტოს და გვითხრეს რომ ხო იცით, ნუ არ შეასრულმა ქართულმა ოცნებამ ეს ყველაფერი და ამიტომ იძულებული ვართ შევაჩეროთ, გასაგებია ეს ყველა, გასაგებია მათგანაც ევროკავშირის მხრიდანაც, მაგრამ აქ ჩვენ ხო უნდა ვიმოქმედოთ და აი ამას გულისხმობ. ეკა მესმის ძალიან კარგად რა კითხვასაც სვავდა, რასაც იძახი ზოგადად, მაგრამ ახლა მე ესე არ ვიტყოდე, იმიტომ რომ ბიზნესი ალბათ შედარებით უფრო ხმამაღალია, ვიდრე აქამდე არასდროს არ ყოფილა, ვთქვათ, არც 2012 წელს და არც იმის შემდეგ, იმიტომ რომ თუ ვიღაცა ხმამაღლა არ გამოდის და რაღაც კონკრეტულ პოლიტიკურ განცხადებას არ აკეთებს, დამერწმუნეთ, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის კმაყოფილია და ის დამერწმუნეთ, რომ გაცილებით უფრო მეც აკეთებს, ვიდრე ზოგადად საზოგადოებაში ჩანს. რახან არ ლაპარაკობს, დამერწმუნეთ, იმიტომ რომ რაღაც არის, ბიზნესს აქვს თავის პრობლემები და არის გარკვეულწილად, რომ უფრო მეტი პრობლემები კიდე შეიძლება შეუქმნან, ხო? მათ რაღაცა გარკვეული ქმედებებით. ამიტომ ბიზნესი ყოველთვის ამ ქვეყანაში იყო, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ დღეს ბიზნესი როგორი ხმამაღალიც არის, ესეთი ხმამაღალი არასდროს არ ყოფილა და მით უმეტეს, როდესაც საქართველოში ადამიანები, ორი ადამიანი, რომელმაც საფინანსო ინსტიტუტი შექმნა და ვისი წყალობითაც ძალიან ბევრ წარმატებულ ბიზნესმენს ხედავთ დღეს, რომ ბიზნესი აქვს წარმატებული, ციხეში ზიან და ეს არის სამარცხვინო და დამერწმუნეთ, რომ გვაქვს ჩვენ შეხება ამ ხალხთან, მაგრამ ის რომ არ გამოდიან თქვა ტელეეთერების საშუალებებით არ საუბრობენ, დამერწმუნეთ, რომ არაერთი მათგანი პირბადით მინახავს იგივე აქციების დროს, ასე რომ ოჯახებთან ერთად ისე კი არა, რომ ამათ რაღაც თავიანთი სტოვრები რო გონიათ, ეგრე არ არიან და არც ის სტაფი, რომელიც მათთან არის დასაქმებული, 80% კმაყოფილი არ არის და მას ძალიან კარგად ხედავენ და ზუსტად იციან, რაც ელოდებათ. ამიტომ ეს ყველაფერი აუცილებლად სააშკარაოზე გამოვა და არ მინდა რომ რაღაცა ისე ვთქვათ, რომ აი ბიზნესი დავადანაშაულოთ. დამეწმუნე რომ არ იქნება და ბიზნესი ყოველთვის იდგება საზოგადოებასთან ერთად, როგორც პოლიტიკა, ბიზნესი და საზოგადოება ვართ ერთი მთელი.